პირდაპირ შაქარი არ მეცემა სახეში. ბიფიდობაქტერიები მეცემა სახეში. აპაპა, სოფლის ნობათია შემდეგ. აი სანტისიმო მე მგონი ისეთი მიქნა, მაგის მერე დედამინდა. აი სამ გარეკანს დაუჯერეთ, მოდი სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლოთ. ეს არც ერთი ჩაის ყურძი არ შემოგვცემს დამატებული შაქრების რაოდენობაში. მაკრონუტრიენტებს შორის გვაძლევს ყველაზე მეტ კალორიას. გახსოვს გადმომესხა. ხელოვანი მოსა. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განვიხილავთ რძის პროდუქტების დესერტებს და დაავალაგებთ მათ ნუტრიენტული ღირებულების და სუბიექტური გემოვნური ნაწილით. სანტისიმოს ხაჭოს დესერტი. ხაჭო გავიგე, აბა ერთი მაკროები მანახეთ და ცილა დამანახეთ. 20 წელი ჩემთან ერთად. პორციაზე მომცემს 188 კალორიას. ცხიმს 4.5 გრამს. აი ეს ცილა 12 გრამი არ არის ცუდი. თითქმის 24 გრამ ნახშირწყლებს, მათ შორის შაქრებს თითქმის ყველა 22 გრამს. ამას ხაჭოს დესერტი არ უნდა ერქვას, ამას უნდა ერქვას შაქრის დესერტი ხაჭოთი. მოდი ეს 22 გრამი ჯერ კონტექსტში განვიხილოთ. WHO და სხვა ორგანიზაციები მეუბნებიან, რომ დამატებული შაქრების რაოდენობა ჩემს რაციონში უნდა იყოს დაახლოებით 10 ჩაის ყოვზი. უკეთესი იქნება თუ 5 და კონტექსტის 1 ჩაის ყოვზი დაახლოებით 5 გრამ შაქრებს უდრის. სამწუხაროდ ეტიკეტზე არ მაქვს მითითებული ამ 22 გრამ შაქრებიდან რამდენია დამატებული შაქრები და რამდენი ამ პროდუქტში, რძის პროდუქტში ბუნებრივად ნანახი, მაგალითად ლაქტოზა. ეს არის ალუბლის ჯემით. აჰა, დავინახე. ძირში იმალება ჯემი, აი საიდან მოდის ეს ნახშირწყლების ბუმი. მე მგონი ჯემიან უნდა ავიღო, ხო? ეტიკეტსაც რო არ ჩახედავ და რომ მიხვდები შაქრები საიდან მოდის, ეგრე გემოგ ზუსტად. წყალი რა თქმა უნდა გავითვალისწინეთ. ზანტკბილია. კაი, შემდეგი. ოპა. აქტივია სახელი, რომელიც ყველა ვიცით, გამდიდრებული ბიფიდობაქტერიებით. თან ქლიავის გემოთ, ჩემი საყვარელი გემოა და ერთ შეხედვით იდეალური ხემსია. მოდი ვნახოთ ეს ერთი პატარა ულუფა რას მომცემს. 4.5 გრამ ცილას, არც ბევრია. 15 გრამ ნახშირწყლებს, საიდანაც 8 გრამი შაქარია. ცილა ნახშირწყლების ბალანსი აქ აშკარად ნახშირწყლებისკენ იხრება, ანუ ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, გაზი უფრო მეტი აქვს ვიდრე ტორმუზი. მაგრამ ამ პროდუქტის თავი პრობლემა ჩემთვის შაქრები არ არის. ალბათ უფრო პორცია, სიმართლე მითხარით. ამ ერთ პორციაზე როც გაჩერებულ ხართ, როცა ვყიდულობდი ერთ აქტივიას, ასევე მოვყოლობდი მეორეს, შევჭამდი ერთს, მერე მეორეს, ნახევარ საათში ისევ მშიოდა, ანუ მთავარი ამბავი დანაყრების სიგნალია, რომელსაც აქედან ნაკლებად მივიღებ. აი აქ პირდაპირ შაქარი არ მეცემა სახეში. გაგეცემა. ქლიავი. ბიფიდობაქტერიები მეცემა სახეში. ოჰოჰო მძიმე წონიანი მოთამაშე შემოვიდა საქმეში. მოვემპიკის ბერძნული იოგურტი. ცოცხარი კულტურებით. მანგოა? რა ვიყიდე? მანგოა ვანილით. კაი, ეხლა ეს დიდი გიგანტი მომცემს. ნუ, აქ კი მიწერია, რომ 4 პორცია და მეგობრებო ბოლომდე არ მივირთვაო, მაგრამ აი დაუშვათ, რომ ნახევარი მივირთვი, სხვებს რომ შევადაროთ, უფრო ადეკვატური იქნება. აი ეს ადეკვატური პორცია უნდა დაახლოებით 200 გრამი მომცემს. 12 გრამ ცილას, მშვენიერი, 8 გრამ ცხიმს, 0 გრამი ტრანსცხიმებით, მოკლედ მიყვარს ეს ევროპულ ეტიკეტებს ყველაფერი ლამაზად დაწერილი და ჩაშლილი რომ აქვს. მაგრამ მასთან ერთად მომცემს 30 გრამ ნახშირწყლებს აქედან დაახლოებით 28 გრამ შაქრებს. აი ნახშირწყლები ხო დაახლოებით იმდენი იქ რამდენი წინა ნახილოს, მაგრამ შაქარი არ მეცემა პირში. და ისე ტექსტურა აქვს არაჟნისებრი. მოკლედ ეს შემთხვევით ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ როცა დესერტს ყიდულობ, ნამდვილად მინდა რომ დამანაყროს. მოტკბო და მომჟავო გემოები რაღაც სრულყოფილი დესერტის იმიტაციას მიქმნის. ასე რომ მშვენიერი არჩევანია, მაგრამ კალორიები იმდენი აქვს, მე მგონი ჯობია ბოლომდე არ შემომიჭამოს. მოკლედ ნახევრად იოგურტი, ნახევრად დესერტი, თუ ნახშირწყლებს ერიდებით, რადგან კაცმა არ იცეს, მაშინ ამ იოგურტს ძალიან კაი plain ვერსიაც აქვს, რომელსაც ხშირად ვიყენებ. აპაპა, სოფლის ნობათია შემდეგ. აჰა, ეს მარტივი და სასჭერი იყო. გადავიდეთ საბავშვო კატეგორიაში. გავსინჯოთ და ვნახოთ მისი მაკროები. გახსოვს გადმომესხა, ძალიან ხევადი მოსა. რო დავლიო. ერთი ეს პატარა პორცია მომცემს 82 კალორიას, 3 გრამი ცხიმით, 2.5 გრამი ცილით, არც ერთი არაფერში არ წერია, 12 გრამი ნახშირწყლებით და მათ შორის 10 გრამი შაქრებით. თუ იცით, ბავშვი რომელიც სულ დარბის კედლებს აქცევს, არ ჩერდება და ფიქრობს, საიდან ბავშვს ამდენი ენერგია. დედამინდა. სხვადასხვა შაქრები ისედან არ იგრძნობა როგორც ველოდი.
აი სანტისიმო მე მგონი ისეთი მიქნა მაგის მერე. აჰა, ვალიო. პროტეინის მუსი. კაპუჩინოს გემოთ დღეს მაკლდა ყავის გემო. მშვენიერი, ესე იგი, დამატებული შაქრების გარეშე, დაბალი ცხიმით და ლაქტოზის გარეშე 18 გრამ ცილას მადლობს, როგორც თვალში მეცა. კაი, სანამ გარეკანს დაუჯერებთ, მოდი ეტიკეტი წავიკითხოთ. სკანდინავიური ქვეყნებიდან არის ფინური ხარისხი, ხოთა შორის სკანდინავიის ქვეყნები მაღალ პროტეინიან პროდუქტებში საკმაოდ წინ არიან მსოფლიოში. პორციაში მომცემს 150 კალორიას, მხოლოდ 1.6 გრამ ცხიმს, 11 გრამ ნახშირწყლებს და 18 გრამ ცილას. ეხლა სანამ გავსინჯავ ამ პროდუქტის მაგალითზე, მინდა სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლოთ. პირველი არის ინგრედიენტების სია. თუ ჩავხედავთ ქართულ წარწერას გვაქვს, ნახავთ რომ ინგრედიენტებში პირველი მწერია ნახევრად უცხიმო რძე, რძის ცილა და მერე ყავის ექსტრაქტი. მოკლედ პირველ სამეულშიც კი არ არის შაქარი. ეს რას ნიშნავს? ინგრედიენტების სიაში იცოდეთ რომ ინგრედიენტები შემცველობის მიხედვით დაალაგებულია კლებადობით. ანუ რაც მეტი ინგრედიენტია წერია სათავეში და შემდგომ რაც ნაკლები პორცია უჭირავს ამ ინგრედიენტს ჩამოყვება ბოლოში. ასე რომ შაქარი რო არ შემხვდა პირველ სამეულში ფრიად ბედნიერი ვარ. გაკვეთილი მეორე უცხიმო რძეო და რძის ცილაო. ეხა ულაქტოზო და რძის პროდუქტზე დამზადებული მაშინ როგორ მოდის ერთმანეთთან ურთიერთობაში იცოდეთ რომ მსგავს ულაქტოზო პროდუქტებს აქვთ ლაქტოზა, ანუ რძის შაქარი და აქვთ დამატებული ლაქტაზა, ფერმენტი, რომელიც ზოგიერთ ადამიანს აკლია, ან სათანადოდ არ გამომუშავდება, რის გამოც იწვევს შებერილობას, დისკომფორტს. ლაქტოზის აუტომატურად თუ გაქვს ულაქტოზო პროდუქტები, უმრავლესობა ადამიანში თავის საქმეს გააკეთებს, იმიტომ რომ აქვს ლაქტოზა, წინასწარ სანამ შენამდე მოხვდება, იქამდეა ის დაშლილი, ასე რომ უმეტესობა ადამიანში პრობლემას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავით. და გაკვეთილი მესამე, no added sugars, მაგრამ 9 გრამის ნახშირწყლები. ანუ no added sugars უშაქროს არ ნიშნავს. ეს არის შაქრები, რომლებიც ბუნებრივად არის პროდუქტში ნანახი. რძის პროდუქტის დესერტია, მაგიტო გვაქვს აქ განხილული, ასე რომ რძის პროდუქტებში არსებული შაქრები, მათ შორის ლაქტოზა, არის ნახშირწყლების სახე. შესაბამისად, მაშინ როცა ეს პროდუქტი არის დამატებული შაქრების გარეშე, რომელიც დიდი პლუსია, აი ჩვენ ვიდეოს დასაწყისში რა გაგიხსენეთ გახსოვთ, რომ 10 გრამი, 10 ჩაის კოლზი დამატებული შაქრების არის ზედაზღვარი, ეს არც ერთი ჩაის კოლზი არ შემავსებს დამატებული შაქრების ოდენობაში. ხმა გაიგე? ღრუბელ შავარჯა. ძალიან ჰაეროვანი ტექსტურა. ზოგადად ესეთ პროდუქტებში, სადაც დამატებული შაქრები არ არის, სხვა ხელოვნური დამატებულიც გემო ისე იგრძნობა, მერე გადაგანდომებს ხოლმე საჭმლის მიღება საერთოდ, მაგრამ მომწონს, მშვენიერი. შემდეგი. აჰა. დავიჭირე. მეუგალის ბერძნული იოგურტი. 0% შემეფეთა თვალებში, ახლა ვნახოთ ეს 0% რისია, ცხიმი. 0% ცხიმი, მშვენიერი. ახლა ვარაუდობ, რომ საკმაოდ იქნება კალორიები დაზოგილი. იმიტომ რომ ცხიმი მაკრონუტრიენტებს შორის გვაძლევს ყველაზე მეტ კალორიას. 1 გრამი ცილა და 1 გრამი ნახშირწყალი მომცემდა 4 კალორიას, მაშინ როცა 1 გრამი ცხიმი მაძლევს 9 კალორიას 8.7, ანუ თითქმის 2-ჯერ მეც, ასე რომ სადაც ცხიმების ხარჯზე დაზოგილია კალორიები, ველი რომ საკმაოდ დაბალკალორიული უნდა იყოს. ერთი პორცია მომცემს სულ რაღაც 100 კალორიას. 9 გრამი ცილა, 16 გრამი ნახშირწყლები, საიდანაც 13 გრამი შაქარია. ბალანსის თვალსაზრისით გაზი და პედალი ცოტა არეულია, უფრო მეტად გვაქვს გაზ ჩაჭერილი, ვიდრე მუხრუჭი იქნებოდა. ნუტრიენტულად არა უშავს რა. ვაშლით და დარიჩინით. აი, გაიკურდებათ და ჩემი საყვარელი დესერტია ბებოს გაკეთებული ვაშლის პეროგი. კინაცვალოს ბებო. აი, მან წამიღო. აი, ნუტრიენტულად, როგორც ვთქვით, არა უშავს რა, ცილად ნახშირწყლის ბალანსი, მაგრამ გემოებით ჩემ ემოციურ ყვებას ზედ დააკვდება, ასე რომ ჩემთვის კარგი. ისე ვალიო, ნამჯერად პროტეინის პუდინგი, შოკოლადის გემოთი. 20 გრამი ცილა, ნაცვლად 18-ისა. ანუ 2 გრამით მეც მაძლევს, დანარჩენი ყველაფერი იგივე. დამატებული შაქრების გარეშე, დაბალი ცხიმით, ლაქტოზის გარეშე. ლაქტოზისგან თავისუფალი უბრალოდ, რაც აგიხსენით, მოკლედ ის თუ რამე არ გახსოვთ გადაახვიეთ ვიდეო. როგორც ნახეთ, აი, რო ხვდები რომ შაქრის შემოსვლები აქვს, მაგრამ ამასობაში, მოკლედ თუ აქამდე შაქრის შემოსვლები პროდუქტი არ გაგისინჯავთ, იცოდეთ, რომ პირველ ჯერზე ისეთი განცდა გექნებათ შაქრი ან ყავას რო სვამდით და მერე შაქრის გარეშე ყავაზე რო გადახვედით, მაგრამ მიჩვევადია. ვილი ვონკას ქარხანაში მგონია თავი. ვილი ვონკას ქარხანაში მგონია თავი. ძალიან შოკოლადიანია. ვილი ვონკა ნახე არ გააქვს? არა. და ჩემოების ბავშვობა არ ქონია. კაი, სუპერ, ჩემს ყველაფერი გასაგებია. გადავიდეთ ვერდიქტზე. აბა?
ესენი რატო არ გადავიღეთ თავიდან? ეხლა ახლიდან მოვიყიდო ყველაფერი. პირველი ვიდეოა. დავით ანჯე. საერთოდ მოვიებლა დავალაგო. კაი, ეხლა ნუტრიენტულად და სუბიექტური გემოვნური თვისებებით ყველაზე ნაკლებად რომელსაც ავირჩევდი და ყველაზე მეტად რომელსაც ავირჩევდი. უკანასკნელ სამეულში ეს ყველი მოხდა. ამორს არ ავირჩევდი, არც ამას არ ვაჭმევდი, ჩემი შვილი რო იყოს. თქვა ეგ. აქტივიას დავტოვებდი სადღაც შუაში, იმიტომ რომ პატარა პორციას თუ დავჯერდებოდი პრობიოტიკებიო და თან ქლიავის გემო. ოკეია. ემოციური კავშირი ძალიან დიდი მაქვს ამ გემოსთან, ასე რომ დიდ სამეულში გავიყვან. მოვემპიკე. ამის plain ვერსია რო ყოფილიყო, ანუ დამატებების გარეშე შეიძლება ესე გამეკეთებინა და ჩვენი values დესერტები. მოკლედ ეს არის ქვევიდან ზევით თავისი ნუტრიენტული ნახრწლების და ცილებს შორის ბალანსით, სუბიექტური გემოვნური თავისებურებებით და ეხლა გასწავლით ერთ ხრიქს. იღებთ შოკოლადის პუდინგს, რომელსაც თავი უკვე მოხდილი აქვს. იღებთ რომელიმე სუფთა ყოფს. სუფრის ყოფს შეგიძლიათ. აი ამას აკეთებთ. და გამოდის იდეალური კომბინაცია, მაგრამ აქაც არ ჩერდებით. მოგაქვთ ერთი მუჭით თხილეულ თესლეული, რომელსაც ზემოდან აყრით თავზე, ამატებთ ბოჭკოს, ჯანსაღ ცხიმებს და ეს ერთი პატარა წახემსება გადაიქცევა არა დესერტად, არა პირის გასასვლელებელ გზად, არამედ ღირებულ კვებად, რომელიც მეორე ჭამამდე საერთოდ დაგავიწყებთ საკვების არსებობას. შეეცადეთ ყველა თქვენი ხემსი იყოს მაღალი კვებითი ღირებულებით, კალორიებთან შედარებით, ამის იდეალური მაგალითი იქნება ეხლა რაც მოგიყევით და დღეისთვის სულაც იყო მეგობრებო, კომენტარში დამიწერეთ ამათგან რომელია თქვენი საყვარელი დესერტი, სხვა რა პროდუქტ და ჯგუფების განხილვას ვთხოვდით, არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, დალაიქება, მე მგონი სწორად თქვი. დროებით.